სირიის ახალმა პრეზიდენტმა ახლა ღიად განაცხადა, რომ დამასკო ისრაელთან უსაფრთხოების შეთანხმებას ისურვებდა და ეს საბოლოოდ შეიძლება უფრო ფართო მშვიდობამდე მიგვიყვანოს. აჯაზირასთან ინტერვიუში აჰმად ალ-შარამ განაცხადა, რომ სირია არ ეძებს კიდევ ერთ დაპირისპირებას, მაგრამ ის ასევე მკაფიოს ვარსავლებს. დამასკო არ დათმობს თავის პრეტენზიას გოლანის მაღლობებზე. საკითხის გასარჩევად ჩვენთან ერთად ახლა არის ომარ ალ-მუხთარი, სირიელი ჟურნალისტი და კინორეჟისორი. ომარ, მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ i24 News-ზე. თეორიულად როგორ იმუშავებდა ეს? ისრაელმა გოლანი 1967 წელს დაიკავა. აშშ-ში აღიარებს ისრაელის სუვერენიტეტს ამ ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა. როგორ შეიძლება ეს მოლაპარაკებები წინ წავიდეს, როცა სირია ამბობს, რომ გოლანის მაღლობები არ არის მოსალაპარაკებელი, ხოლო ისრაელი ამ ტერიტორიას სამუდამოდ თავისად მიიჩნევს? მადლობა რომ ისევ მიმიწვიეთ. სინამდვილეში დიახ, პრეზიდენტმა მადალ შარამ როგორც კი დამასკოში ჩამოვიდა, თავიდანვე ნათლად განაცხადა, რომ სურს დიპლომატიური გზით მიუდგეს ისრაელთან არსებულ ნებისმიერ საკითხს. და ის მუდმივად მოუწოდებს 1974 წლის უსაფრთხოების შეთანხმების, რომელიც სირიასა და ისრაელს შორისაა შესრულებას. ან სუმცირე მისი განახლებული ვერსიის შესრულებას. ისინი ამაზე მოლაპარაკებებსაც არ მოებენ. და სირიის ახალი მთავრობის დოქტრინაში ეს შეიძლება მომავალში მდგრად მშვიდობამდე მიგვიყვანოს. მაგრამ პრობლემა აქ არის, როგორც თქვენ ახსენეთ, გოლანის მაღლობები. იცით, ისრაელმა გოლანის მაღლობები 1967 წელს დაიკავა და მას შემდეგ სირია მუდმივად მოუწოდებს ისრაელს, რომ გოლანის მაღლობებიდან გავიდეს. ან მშვიდობის სანაცვლოდ დათმოს ისინი. პრობლემა ისაა, რომ სირიის არც ერთი მთავრობა ვერ დათმობს სირიის ტერიტორიებს ამ საფუძველზე, რათა ისრაელთან მშვიდობა დაამყაროს, ან რაიმე მსგავსი გააკეთოს. ამიტომ საჭიროა ამ საკითხის გადაჭრა, რადგან ეს არის მთავარი პრობლემა აქ, ეს არის ძირითადი საკითხი, გოლანის მაღლობები. ამიტომ სირია და ისრაელი 1967 წლიდან ომის მდგომარეობაში არიან. სწორედ ამის გამო. და სირიის მთავრობამ ნათლად განაცხადა, რომ თუ ისრაელი მაინც აღიარებს ამ ფაქტს, მაშინვე შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის მშვიდობის დასამყარებლად. და სხვათა შორის მშვიდობა გარდაუვალია. და სტატუს კო, როცა სირიასა და ისრაელს შორის არც ომია და არც მშვიდობა ვერ გაგრძელდება სამუდამოდ. და ერთ მომენტში ამ ორ ქვეყანას მოუწევს ერთად დასხდნენ, განიხილონ ეს საკითხები და მიაღწიონ საერთო შეთანხმებას, სადაც ყველა იქნებათ მაყოფილი ისრაელის უსაფრთხოების და სირიის გოლანის მაღლობებზე უფლებების თვალსაზრისით. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს გზავნილი ვის მიმართულია? როცა ალ-ჯაზირასთან ინტერვიუს აძლევს, პრეზიდენტი ალ-შავა საკუთარ სირიულ აუდიტორიას ესაუბრება. ის ისრაელებს მიმართავს, თუ ვაშინგტონს, რომელიც ამ უსაფრთხოების შეთანხმებას აქტიურად უჭერს მხარს. არა, მე ვფიქრობ, რომ ის მუდმივად გზავნილებს უგზავნის ისრაელს, ანუ სირიის ხალხისთვის მას კარგად ესმის, რომ საზოგადოებრივი აზრი სირიის შიგნით საკმაოდ მზად არის ესეთი ნაბიჯისთვის, რომ ისრაელთან მშვიდობა დამყარდეს, ჩვენ უკვე დავიღალეთ ომებით, არავის უნდა ომი. სხვათა შორის, თუ სირიასა და ისრაელს შორის მშვიდობა დამყარდება, ეს იქნება პირველი არაბული ქვეყანა, რომელმაც ისრაელთან ნამდვილი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა, რომელსაც ხალხის მასობრივი მხარდაჭერა ექნება. ეს არ გავს იმ სამშვიდობო შეთანხმებებს, რომლებიც ადრე მეზობელ ქვეყნებთან, მთავრობებთან გაფორმდა. ეხლა ჩვენ მშვიდობას ვამყარებთ ხალხთან, არა მხოლოდ მთავრობასთან, რადგან ამ მშვიდობას ხალხი დაუჭერს მხარს. დიახ, ადალ შარა ამ გზავნილებს თავიდანვე აგზავნიდა ისრაელში, დავჯდეთ და ვისაუბროთ. თუ უსაფრთხოების რაიმე შეშფოთება გაქვთ, მზად ვართ მოგისმინოთ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დამასკოში ვიზიტისას სირიის რამდენიმე ოფიციალურ პირთან საუბრობდი. ყველა მათგანი დაეთანხმა, რომ ყველაფერი შეიძლება გადაწყდეს საუბრისა და მოლაპარაკების გზით. თუ ისრაელს აქვს რაიმე უსაფრთხოების შეშფოთება, მათ შეუძლიათ ამ საკითხებზე ისაუბრონ. მაგრამ ამავე დროს მათ უნდა გაითვალისწინონ სირიის მიმდინარე მდგომარეობა. ასე რომ ორივე ქვეყანას შეუძლია შეთანხმდეს, ეს ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება და ყველა ბედნიერი და კმაყოფილი დარჩება. მომავლისკენ კარგი პერსპექტივაა. ბედნიერი და კმაყოფილი. მაინტერესებს, შეძლებენ თუ არა ისრაელი და სირია მომავალში ამის მიღწევას. ომარ ალ-მუხთარ, ძალიან სასიამოვნოა თქვენი სტუმრობა ჩვენთან i24 News-ზე. რა თქმა უნდა, მადლობ მოწვევისთვის.